დილა იმედისა, სალომე კასრაძესთან, სალომე ბაკურაძესთან და კოტიკო თოლორაიასთან ერთად. ესე იგი, იმ მსმენელების საყურადღებოდ ვისი დილაც იწყება ხაჭოთი არაჟნით, ხოლო საღამო სრულდება მაწვნით, ან ყავარდით. მოკლედ, აი ამ ყველაფრის მოყვარულებს ჩვენ ვეპატიჟებთ ჩვენს ეთერში. მოგვისმინეთ, ამდენიმე წუთში ჩვენ დაბრუნდებით ჩვენი უსაყვარლესი კომპანიის ქობულეთურის ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის რძის პროდუქტებზე და გეტყვით თუ რატომ არის გამორჩეული ქობულეთი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. თუ კი რაიმე კითხვები გაგაჩნიათ ჩვენ სტუმართან, შეგიძლიათ ჩვენი Facebook-ის გვერდზე გააქტიურდეთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე და მოიწეროთ თქვენთვის სასურველი კითხვები, რომელსაც აუცილებლად ვუპასუხებთ ჩვენ, ან დაგვირეკოთ ჩვენს მუდმივ ტელეფონის ნომრებზე, რომელიცაა 292 11 88 ან 292 დავამატებ ერთ ორ სიტყვას, დილიდან შეგიძლიათ მიიცოთ ფანტასტიკური არაჟანი, ესე იგი ქობულეთურის, რომელსაც იცი რამდენჯერ ჭამ ხოლმე და აუ არ იცით რა. ხოდა მე ქობულეთურის ისტორია როდიდან მახსოვს, იცი, ბათუმში ვისვენებდით, აი 1-5 წლის წინ თუ რაღაც. მართალია. კი, ყოჩა, სალომე კიდე ერთი ყოჩა. დღეს სალომე ყოჩაღებით მავს. უსქელეს, აი ესე, რო ამოგეღო კოძიც და გადმოგეტრიალებინა, არ ვარდებოდა ეს არაჟანი. ცნობილია. და ძალიან გემრიელი იყო, დილით ფუნთუშეულთან ერთად ეს არაჟანი. მე ძალიან ბევრი კალორია ახმარა, რას ვიცი. განსაკუთრებით ბავშვებისთვის მისწრება არის, ნუ აი მოზარდების და ნატურალურ პროდუქტებზე არის დამზადებული. მოკეთ ამაზე ვისაუბროთ დეტალებზე, ხო, ეს უცებ გამახსენდა, იმიტომ რომ ძალიან არაჟანს თუ ყიდულობ ქობულეთურისაც ყიდულობ მე პირადად რა ესე მიყვარს გიჟდე და მაწვანი. მოკლედ რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით, ასე რომ დარჩით პირდაპირ. გადაცემის სპონსორია ქობრონა, ქობულეთურისაგან. ქობრონა ეს ქობულეთურის ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქციაა. შეიძინეთ ქობულეთურის არაჟანი, მაწონი და ხაჭო სხვადასხვა შეფუთვით, ქობრონას ყვითელი სტიკერებით და შეიგრძენით რძისგან შექმნილი ზღვა სიამოვნება. მომწონს. დილა იმედისა, სალომე კასრაძესთან, სალომე ბაკურაძესთან და კოტიკო თოლორაიასთან ერთად. მაშა ასე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგკვირდით, დღეს ჩვენ საუბრობთ რძის პროდუქტებზე, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ყოველ შემთხვევაში მე კოტიკოს და სალომეს ძალიან გვიყვარს. და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მსმენელის უმრავლესობაც გიჟდება ხაჭოზე, არაჟანზე, მაწონზე და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს ჩვენი სტუმარია კომპანია ქობულეთურის ხარისხის მართვის მენეჯერი ელენე ბუცხრიკიძე, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის. ელენე, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ჩვენი მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ესე იგი პუნქტუალურესი სტუმარია, რომელიც ესეთი იშვიათობა ამდილადებით. ნამდვილად დიდი მადლობა. დავიჭირე რომ შევხვდროთ წუთით ადრე მოხვედით. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ თავიდან, როდის და სად დაიწყო ქობულეთურის ისტორია, იმიტომ რომ მე როგორც თქვი ეთერში, მე მახსოვს ბათუმში როცა ვისვენებდით, სადღაც ერთი მაღაზია იყო, სადაც იყიდებოდა ეს არაჟანი. ქელი უგემრიელესი. არა, დღემდე ესეთი მე არის ზუსტად, ხო? ანუ ხარისხის ქობულეთურის ისტორია. არც ერთ შემთხვევაში მხოლოდ ვაუმჯობესებ. ხარისხის მართვის მენეჯერი გამოუშვეს პირდაპირ სასაუბროთ და ხარისხზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ქობულეთურის ისტორია თითქმის 10 წლის წინ დაიწყო. ეს იყო ძალიან პატარა საწარმოში დაწყებული საქმე. ქობულეთშივე დაიწყო. ერთი ძალიან პატარა საწარმო იყო, ძალიან მცირე პრეტენზიით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როდესაც გავიდა, მომხმარებლებმა მოსინჯეს და ბაზარმა აითვისა ეს პროდუქცია, იმდენად მოთხოვნადი იყო, ამის შემდეგ თავისუფლება მივეცით, რომ უფრო მეტი და მეტი გვეწარმოებინა და უფრო მეტად გვესიამოვნებინა ჩვენი მომხმარებელი. ესე იგი, თავიდან დაიწყო მხოლოდ არაჟანი. თავიდან დაიწყო მხოლოდ არაჟანი და დღემდე ასაწონი არაჟანი, ეგრეთ წოდებული, არის ჩვენი ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით. ეს ნიშნავს რა, მოდი მე ისე ვისაუბრებ ჩვენმა რადიო მსმენელმაც გაიგოს. ეს არის აი ვიზუალურად ყნოსვით, როგორ შეიგრძნობს ადამიანი პროდუქციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ასაწონი არაჟნის, ჩვენი ბრენდის სისქე.
იქედან გამომდინარე რომ ეს სისქე არის ნამდვილად ის რაც ხიბლავს ჩვენს მომხმარებელს, თუმცა მარტო სისქე არ არის და ალბათ შემდეგ შემადგენლობებზეც დამისვამთ კითხვებს და გიპასუხებთ. აქვე გეკითხებით, მაშინ აქვე გეკითხებით. და ეს სისქე არის განსაკუთრებული ტექნოლოგიით მიღწეული, ჩვენ გვაქვს სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ჩვენმა ქობულეთურის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და სწორედ ეს არის ის გამოც ეს დაინტერესება არის და ესეთი მოთხოვნადია. ხო, მაგრამ სისქე საიდან არის ნატურალურ ხო აუცილებლად მე გეტყვით სისქე საიდან მიიღება ესეთი სისქე გარდა იმისა რომ არის სპეციალური ტექნოლოგია პროდუქცია მზადდება სრულად ნატურალურ რძეზე აბსოლუტურად პასუხისმგებლობით მაცხადებ რომ ყოველგვარი მინერალების გარეშე, ყოველგვარი რაღაც დანამატების გარეშე და გარდა ამისა, ის სისქე რომელიც თქვენ ესე მოგწონთ, ამ სისქეს განაპირობებს ნაღების კარაქი, რომელიც არის 82.5%-იანი. და სწორედ კალორია არის თუმცა თქვენ შეგიძლიათ და ზოგადად საქართველოში პრობლემა გვაქვს მით უმეტეს მანდილოსნებს და ყოველთვის გვინდა რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ზონა. ამიტომ ფართო მასებზე რომ იყოს მომხმარებელთა ფართო მასებზე განკუთვნილი ჩვენი პროდუქცია ვუშვებთ სხვადასხვა ცხიმიანობის არაჟანს. თქვენ შეგიძლიათ 15%-იანი მიირთვათ, სადაც უფრო ნაკლები ცხიმიანი და შეგიძლიათ უფრო მეტი და მეტი. არა, ნაკლებად ცხიმიანი არის და შესაბამისად, მაგრამ თუ გინდათ რომ გემრიელი მიირთვა. და 70%-იანი ცხიმიანობა აი ამ სუპერ თქვენს ბრენდულ 82.5% შედის ნაღების კარაქი, მაგრამ თვითონ პროცენტი არის 20 და 25%-იანი სხვა. ჩვენერია, მოგა ჯობია ის ჭამოდა ცოტა ჭამო, მაგრამ კიდე ხო ეს მოხონა კონდეს ვიტრე ესე იყო. მოგეთ ყველა ვარიანტი ძალიან გემრიელი არის. ცოტა ხანი შევისვენოთ თქვენის ნებართვით საინფორმაციო გამოშვებას დავუთმოთ დრო, რომელიც ყოველთვის საჭიროა. საჭიროა. ჩვენს გვერდითაა ყოველთვის. და შემდეგ დაგიბრუნდებით უკვე პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად. გადაცემის სპონსორია ქობრონა, ქობულეთურისაგან. ქობრონა ეს ქობულეთურის ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქცია. შეიძინეთ ქობულეთურის არაჟანი, მაწონი და ხაჭო სხვადასხვა შეფუთვით, ქობრონას ყვითელი სტიკერებით და შეიგრძენით რძისგან შექმნილი ზღვა სიამოვნება. მომწონს. დილა იმედისა, სალომე კასრაძესთან, სალომე ბაკურაძესთან და კოტიკო თოლორაიასთან ერთად. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ელენე ბუცხრიკიძესთან ერთად, კომპანია ქობულეთურის ხარისხის მართვის მენეჯერი გახლავთ ელენე, რომელიც საუბრობდა ჯერ არაჟანზე, მხოლოდ არაჟანზე. ჩვენ გვაინტერესებდა ასორტიმენტთან დაკავშირებით ვიხოდით, რომ რამდენად მრავალფეროვანია, იგეგმება თუ არა, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ასე შემდეგ. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია არის მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია და ვინაიდან მოთხოვნა დღეს მდგომარეობით და დღეს მონაცემებით არის საკმაოდ დიდი. ჩვენ გვაქვს ასორტიმენტში ეს არის არაჟანი, სხვადასხვა ცხიმიანობის მაწონი და ასევე ხაჭო. თუმცა ძალიან მალე მოკლეს ვადაში ჩვენ გეგმავთ ამ ასორტიმენტის, ანუ სამომხმარებლო კალათის გაზრდას და მინდა რომ ეს დავტოვო სიურპრიზად, იმიტომ რომ ეს იქნება მართლა ისეთი პროდუქცია, რომელიც აღაფრთოვანებს სრულიად საქართველოში ძის პროდუქციის მომხმარებლებს. სავარაუდოდ ის იქნება სექტემბრის მეორე ნახევრისთვის და წინასწარ ძალიან მალე უნდა მოხდეს. ალბათ შემდეგ უკვე საფირმო მაღაზიებზე შეიძლება საფირმო მაღაზიებზე აუცილებლად გვაქვს გეგმაში რომ გავაკეთოთ ჩვენი საფირმო მაღაზიები, ამით უფრო დაინტერესდება მომხმარებელიც, უფრო ორიენტირებული იქნება ზუსტად ეცოდინება სად შეიძინოს ჩვენი პროდუქცია და ასე შემდეგ და ესეც რა თქმა უნდა არის გეგმაში. თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ვიგრძნობთ რომ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება მომხმარებელი ჩვენი პროდუქცია და არის დარწმუნებული რომ ჩვენ ვაწვდით უვნებელ პროდუქციას, რომელიც არა მხოლოდ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის არ არის საშიში, არამედ არის აუცილებლად სასარგებლოც კი ჯანმრთელობისთვის და თუნდაც პატარა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ძის პროდუქტები ძირითადად არის პატარებისთვის განკუთვნილი და ჩვენს მიერ ნაწარმოები მაწონი და იგივე ხაჭო არაფერს ვამბობ არაჟანზე, რომელიც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორი ხარისხიანია. მე მინდა ვურჩიო დედებს, რომ ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე ცალკე ძეს არ
ვუშვებთ წარმოებაში იქედან გამომდინარე რომ ნატურალურ ძეს ზოგადად მინდა გითხრათ გულწრფელად რომ ნატურალური და ხარისხიანი რძის მომწოდებლების დეფიციტი ნამდვილად არის საქართველოში და ეს არის არასტაბილური სეზონური მოწოდება და იქედან გამომდინარე რომ ეს არასტაბილურობა არ აისახოს მომხმარებელზე ამიტომ ჩვენ გვირჩევნია რომ მხოლოდ და მხოლოდ პროდუქცია ვაწარმოოთ ამ ეტაპზე და როდესაც ეს თვითონ სახელმწიფოც დაარეგულირებს ამ თემას ამის შემდეგ აუცილებლად დღის წესრიგში დადგება სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა სხვათა შორის ძალიან საოცარი სისწრაფით მიდიან წინ და ძალიან სერიოზული ცვლილებები არის დაგეგმილი კანონშიც შევიდა ისეთი ცვლილებები კოდექსში რომ ეს არის ძალიან მისასალმებელი მომხმარებელთა მხრიდან უფრო და უფრო მეტად დაცული ხდება საქართველოში მომხმარებელი ძალიან კარგი ეს ალბათ ამ ხელშეკრულებაზე რომ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე აქედან გამომდინარე რაღაც ვალდებულებებით აქვს სახელმწიფოს მაგრამ მე მაინტერესებს მხოლოდ არაჟანი არის ასაწონი თუ ხაჭოც არაჟანიც არის ასაწონი და ხაჭო არის ასაწონი და მაწონი არის ხოლმე და სად არის თქვენი ქარხანა და თუ არის საშუალება რომ ქარხანაშივე შევიძინოთ რა თქმა უნდა თუ კი დაინტერესდებით და გადაწყვეტო აუცილებლად ქარხნიდან უნდა შეიძინოთ ჩვენი ქარხანა განთავსებულია თბილისში უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოში ეს არის ბაქრაძის ქუჩა ნომერ 2-ში და აბსოლუტურად ეხლა თუმეტეს არ მინდა გამომჩეს ერთი ფაქტი რომ იგი გმება ჩვენთან უკვე დაწყებულია მუშაობა რომ მოვიპოვოთ ჰასპის სერტიფიკატი ეს არის საერთაშორისო სერტიფიკატი რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ჩვენი პროდუქცია არის მაღალხარისხიანი აჰა ძალიან კარგი მოკლედ თუ გიყვართ რძის პროდუქტი რომც არ გიყვარდეს რაღაცა ისე სიამაყის შეგრძნება როცა იცი რომ ნამდვილი ნატურალური ხარისხიანი რაღაცა საქართველოში ნამდვილად რო არსებობს ეს და არაფერი არ არის იქ ჩამალული და რაღაც ბოროტული არ მქონდეს გასინჯული ალბათ ესეთი სიამაყის გრძნობა არ მეკნევა და იცი რა გემრიელი ვიცი როგორ არ ვიცი პროდუქტებს ისედაც ქართულს ეხლა რომ დავფიქრდი ქართულს ვიძენ ანუ არ შემიძენი არასდროს აი ეს დიდი რაოდენობა არ არსებობს უცხოეთში პროდუქტებზე მზადდება და მინარევების გარეშე მზადდება შენახვის ვადა არის აუცილებლად ძალიან მცირე და იმდენ აქედან გამომდინარე ჩვენ ანუ ამ ეტაპზე არ დავინტერესებულ ვართ რომ არც გატანით ხო ალბათ რა თქმა უნდა უცხოეთის ბაზარზე მთავარია რომ ქართული მომხმარებლები ვასიამოვნები ძალიან კი გიყვარს თქვენი პროდუქცია ქობულეთურს ვუწევთ რეკომენდაციას დილა იმედისაში აუცილებელია მე მგონი რადიოში იმიტომ რომ დილით ჩაი რაღაცა ბავშვებისთვის მაწონებები გვაქვს შეგვიძლია რომ გავიდეთ დიეტის მოყვარულებისთვის ხაჭო გვაქვს 0%-იანი ფანტასტიკური ნულიანი 0%-იანი უნდა შევიძინოთ სალომე არა ასეც შემოგთავაზებთ უკვე სექტემბერში თქვენით არიწვალოთ გადამასწრეთ მაინც რაღაც მინიმალური ინფორმაცია აუცილებლად მოკლედ დიდი მადლობა ელენე ბუცრიკიძე იყო ჩვენი დილის სტუმარი კიდევ ერთხელ ისევ და ისევ ქობულეთურს უწევთ რეკომენდაციას წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა გაფართოებას გისურვებთ იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ ხშირად რომ ესე ძალიან დიდი არის მოთხოვნილება ამ პროდუქტებზე მაგრამ ხარისხის შენარჩუნებას გისურვებთ აი ამ მასშტაბების გაზრდასთან ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპში 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნეთ და გააუმჯობესეთ ეს რა იცი რომ ეტაპობრივად მიყვებოდნენ ნელა და არა მხოლოდ ბიზნესურად რომ იცი რა მართლა მომხმარებელზე როცა არის ორიენტირებული კომპანია და არა მარტო იმაზე რომ მოგება კონდეს და მარტო ფინანსური დაინტერესება როცა არის ბიზნესი აი ესეთი როცა არ არის იმას ყოველთვის შემძღვანელი პირები ყოველთვის ამბობენ თავარია არ თქვან რომ ჩვენ ბიზნესს ვაწარმოებთ ქართულად ჩვენ ბიზნესს ვაწარმოებთ ევროპულად ხარისხი არ ფუჭდება და ასორტიმენტი იზრდება ნაბიჯ და ადამიანებმა ჯერ შეთავაზებული უნდა დააგემოვნონ უნდა გაითავისონ და ამის შემდეგ შევთავაზებთ ახალ და ახალ ძალიან კარგი მე მინდა თქვენს უფროსობას დიდი მადლობა გადაუხადო ქართველი ხალხის სახელით და აქვე რეკომენდაცია გაუწიოთ ჩემს მეგობარს სალომე კასრაძეს რომელიც ფანტასტიკური პიარის მესარი დედოფალია აიყვანეთო კი ბევრ რაღაცებს აი არაჟანს პირდაპირ პოზიტიული სტრელოს გაიკეთებს არაჟნელი პოზიტივი რო არ ვარდება ისეთი სკელია და გულის ჩასადები თანთარებს პური დავუჭა კარგი წარმატებას გისურვებთ მოკლედ უღრმესი მადლობა ჩემი მოწვევისთვის
თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს პროდუქციას და ჩვენს მსმენელს, რადიო მსმენელს ვურჩევთ დააგემოვნონ და ისე ამოვნონ ჩვენს მიერ ნაწარმოებრივ პროდუქციას. ვიცნობთ კარგად პროდუქციას და მღერით ხოლმე კიდევაც. ასეთ იყო დილაიმედისა გემშვიდობებით ასეთ. მე აქედან მივიდო ყიდულობდა ტანო სახში და მოვი მარაკონტერა ცუდად მოვიქეცი. რატო? არა, ხო, გეთახმები ცუდად მოიქეცი. ხო, მართლა და აუცილებლად გამოვიდა. პირობას გაძლევ. ასაწონს გამოვიდა. ასაწონს ბიდონით გვედარს აქ და ყველა მორიგება. არც მე აგდება მეტახშილობა. მაშინა წავა. მე წამოვედი პირდაპირ სხვა შეხვედრინა და აქედან გამომდინარე. ხო, რა თქმა უნდა. ეს არა, ხუმრობა უბრალოდ მე აუცილებლად. დიდი მადლობა. გემშვიდობებით ხუთშაბათამდე, დილის 8-დან 11 საათამდე თქვენთან ერთად კვლავ სალომე კასრაძე, სალომე ბაკურაძე და კოტიკო თოლორაია ვიქნებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ.